მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98 და 5-ზე რადიო სივრცის ეთერში ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ესე ვთქვათ, აშუქებს მე-11 მოწვევის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და კანონშემოქმედებით პროცესს. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ოთარ გრიგოლია, თბილისის საკრებულოს წევრი, ცხადია ქართული ოცნებიდან და ამავე დროს ფრაქციის თავმჯდომარე, ხო? მასთან ერთად ვილაპარაკებთ დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესსა და ვითარებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ რაღაც ვითარება, ესე ვთქვათ, ძალიან დინამიურია. არსებობს ძირითადი საკითხები, რაც დღის წესრიგშია შექმნილი და არსებობს კონკურენცია ამ დღის წესრიგებს შორის, იმიტომ რომ ყველა აქტორს გააჩნია თავისი დღის წესრიგი. რაც შეეხება უახლეს ამბებს ხელისუფლების დღის წესრიგიდან, ესე ვთქვათ, ირაკლი კობახიძე მორიგჯერზე არის გამგზავრებული უნგრეთში, სადაც მონაწილეობას იღებს ბიდ, ესე ვთქვათ, კონფერენციაზე, კონსერვატიულ ამ შეკრებაზე, სადაც გამოეხმაურა მისი ვიზიტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც თქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის გმირი, რომელმაც მოიგო არჩევნები და ამარცხა ყველა ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს და ეს არის საერთაშორისო პატრიოტია. ეს არის რაღაცა შეფასება, ეხლა რომელიცაც რა თქმა უნდა ჩვენთვის უცხო არ არის და ჩვენ ხვდებით ევროპულ მოსახლეობა თანდათანობით სხვადასხვა წინა წლებიდან განსხვავებით თანდათანობით გაერკვა თუ აქამდე იცოდა მხოლოდ ჩიდა პოლიტიკური აქტორები. დღეს თანდათანობით იმდენი ადამიანი აქტიურობს, რომ უკვე ჩვენ ვიცით მთელი რიგი წყება ევროპელი პოლიტიკოსების, ხო, რაღაც ბალტიისპირელები, ვინ არიან გერმანია, ჩვენს მიერ ვის როგორი დამოკიდებულება აქვს. ცხადია, ხო 450-ვე დეპუტატი არ გვეცოდინება, მაგრამ თუ ვიღაცა დაინტერესდა საქართველოსი და უკვე მერე შემდეგ თავი დაგვამახსოვრა კომენტარებით, ის ხდება, ესე ვთქვათ, პოპულარული და სხვა შორის გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ეს, რომ როცა ლაპარაკობდა დიპლომატებზე, ვენის კონვენციაზე და ჩარევაზე საქართველოში, მან აღნიშნა და თქვა, რომ შენ დიპლომატს ძალიან ზუსტად გიწესებს ვენის კონვენცია, შენს წითელ ხაზებს, შენს საზღვრებს, რა უნდა გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო, ხო, შენ ხო მისიით აღჭურვილი პირი ხარ, შენ ხო პირადი დღის წესრიგი არ ახარ, წარმოადგენს სახელმწიფოს და თუ შენ გადაწყვეტ, რომ ამ ზღვარს გადააბიჯო და შეხვიდე რაღაც თემებში, შემდეგ იღებს ზუსტად ისეთივე პასუხს, როგორც ჩიდა პოლიტიკოსი იღებს, ხო, ეს ეხებოდა გერმანიის ელჩის ინციდენტს, როდესაც მოქალაქემ ის იცნო, ჯერ წარმოიდგინე, ელჩს რო იცნობ, ხო? რაღაც მოქალაქე სადღაც კაფეში და შემდეგ იქ მიმართა არც თუ სასიამოვნოთ და მას ეს ეწყინა და მე უთხრა საგარეო საქმეთა თავისივე სამინისტროს, რომ იქნებ ნოტა გამოაგზავნოთ და რაღაც ყურები აუწიონ და იქნებ ამ კაცს. ხო და ეს არის ვითარება და მოცემულობა ქვეყანაში. შენ რო დავიწყოთ ძირითადად, აი შენ ძველი გამოთქმა რო იყო, ეგეთი მიმდინარე მომენტს როგორ შეაფასე? ხო, პირველ რიგში უნდა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავარი რაღაც, რაც მე მგონია ის არის, რომ ორბანის შეფასება ეხლა რასაც აკეთებს, ხო, ანუ ორბანი ხო არ არის ვიღაც, ორბანი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა არის ბრიუსელის ძალა და როგორი ზეწოლა მოდის ხოლმე პატარა ქვეყნებზე, როდესაც ვიღაცა იქ გადაწყვეტს, რომ რაღაცა სხვანაირად უნდა იყოს ისე არა, როგორც ახლა არის, ხო? და ორბანი ზუსტად აი ამ კლუბის წევრია და ამ კლუბის ლიდერია, ხო? თან ორბანი პატარა ადამიანი არ არის, ანუ ორბანს აქვს საკმაოდ დიდი პოლიტიკური კაპიტალი ევროპაში და ანუ სოფლიოში ხა ორბანს იცნობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეფასებას უკან მართლა რეალურად უდგას, ეხა ჩვენ ესე შეიძლება დინამიკაში შეფასებებისთვის დრო არ გრჩებოდა, მაგრამ ჩვენ რეალურად ირაკლი კობახიძე ქართულმა ოცნებამ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელსაც ვერ უძლებს უმრავლესობა ევროპული ქვეყნებისა, რომლებმაც დაკარგეს სუვერენიტეტი, მაგალითად საბერძნეთი, რომელსაც რეალურად დაკარგა სუვერენიტეტი და დღეს, რა ვიცი, იანის ვარუფაკისი, რომელიც იყო მაშინ ფინანსთა მინისტრი, მაშინდელი ადმინისტრაციის, დღეს იძახის, რომ საბერძნეთი არ წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფოს. საბერძნეთი დღეს არის დიდი ტროიკის ნაწილი. ვაიმარის სამკუთხედს. ხო. ხო და ნუ აი ემორჩილება დაუშვათ ბრიუსელის მიღებულ გადაწყვეტილებებს. არსებითად ეს იყო მისი ბრძოლა, რომელშიც დამარცხდა. აქ გვაქვს ჩვენ სხვა აბსოლუტურად სხვა რაღაცა, ხო? აქ გვაქვს ჩვენ ირაკლი კობახიძე, რომელმაც ეს ბრძოლა გაცილებით უფრო
სუსტი პოზიციებიდან მოიგო, ხო? ანუ ეს ჩვენ ხო არ გვაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ საბერძნეთი ვართ, ამხელა ფინანსური და პოლიტიკური რესურსების ქვეყანა. არა, ჩვენ ვართ საქართველო, რომელსაც რუკაზე ბევრმა არის ის სად არის ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, ის ბრძოლა, რომელიც მართლა დასასრულს უახლოვდება, იყო ეპიკური ბრძოლა, რომელშიც სასახად და ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვა საქართველოს ინტერესებმა. ქართულმა მხარემ გაიმარჯვა. რაც შეეხება მეორე ნაწილს შევაფასებ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ იცით, რომ ამ კონსერვატულ გაერთიანებაში აქტიურად არის ჩართული ტრამპი და მისი ადმინისტრაცია და ტრამპისტები, ასე ვთქვათ, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა მასთან საკომუნიკაციოდ მათ შორის და ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ამ ღონისძიებაზე და მისი ესეთი ძლიერი მესიჯები, რომელიც გააჟღერა მათ შორის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, დემოკრატიასთან დაკავშირებით და იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ეს ხმა გაგებული იქნება უფრო ფართო ჯგუფებისთვის, ვიდრე ახლა არის. პოლიტიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, საქართველოს გააკეთა შემოტრიალება ატლანტიკაზე. არსებობს ეგეთი რუსული ფრაზა, მაგრამ მსგავსი ესე ვთქვათ პოლიტიკის ცვლილება ჩვენ მოვახდინეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზნები, ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი გეგმები ეს ყველაფერი არ შეცვლა, მაგრამ ისო ტაქტიკური პოლიტიკის დონეზე გზა, რომლითაც ამ მიზნებამდე მივიდივართ, საქართველოს გადაწყვეტა, რომ განესაზღვრა უკვე დამოუკიდებლად და ბრმად აღარ მიყოლოდა იმ პროცესებს, რომელშიც უცებ იგრძნო, რომ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ხო? და ომის როლი, შენ როგორ უყურებ, რა როლი ითამაშა ომმა საქართველოში, აი როცა 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდა და შემდეგ არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა, მათ შორის იდეოლოგიური თვალსაზრისით, რა როლი ითამაშა ომმა? ომი იყო ჩემი გადმოსახედიდან მთავარი განმსაზღვრელი. ჩვენ არსებითად მივყვებოდით რაღაც იმ დღის წესრიგს, რომელიც ქართულ ოცნებას თავიდანვე ჰქონდა. ან დახვდა შეიძლება. მეტნაკლებად, ხო, დახვდა, ну გაგრძელდა, რაღაცები შეიცვალა, ეხლა ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რაც მე, ანუ ქართულ ოცნების მოსვლის შემდეგ არაფერი არ შეიცვალა ბევრი რაღაცა, მათ შორის დამოკიდებულება შეიცვალა, ისეთი უნდობლობა იყო, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ნახევთ ცდილობდით თავი დაგვეხსნა მარწუხებისგან. პირველ ეტაპზე ეს ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა გამოდიოდა და ეს მარწუხები მათ შორის დემოკრატიზაციის ინსტიტუტებს რო ეძახენ არასამთავრობო ორგანიზაციები, NGO-ები იყო, ასე ვთქვათ, ფესვები, რომელსაც ერთი ნაჯახის მოქნევით ვერ მოჭრიდი რა. ეს იყო ფესვები იმ საერთაშორისო გავლენის, რომელიც რაღაც ეტაპზე გარკვეულ ქვეყნებში სიკეთისთვის გამოიყენეს და გარკვეულ ქვეყნებში არა გამოუყენებიათ სიკეთისთვის და გამოიყენეს პოლიტიკური ძალაუფლებების სამართავად და ნელ-ნელა ჩვენ თავი დავიხსენით აი ამ რაღაცა არასწორი გავლენებისგან. 2022 წელი იყო მთავარი ტრიგერი, რამაც განაპირობა ჩვენი როლის აქტუალობის ზენიტში ვიყავთ. ანუ რაც განგვისაზღვრა როლი თავის დროზე ბზეჟინსკი, ჩვენ უნდა ყოფილიყავით რაღაცა აგრესიული ძაღლები რუსეთის უკანა ეზოში და მუდმივად უნდა შეგვექმნა ეს დაძაბულობა რუსეთის საზღვრებთან. ეს ამ როლის, ესე ვთქვათ, თავარი კულმინაცია როცა იყო, მაშინ ზუსტად ქართულმა ოცნებამ და საქართველოს ინტერესებმა და ქართულმა მხარემ ის არ გააკეთა, რასაც მისგან მოელოდნენ. მაშინ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ხო? წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო ამ განათლებაში, აი ამ ტრეინინგებში, რომ ჩვენ ზუსტად ამ დროს, აი ამ მომენტში ყოფილიყავით მზად სწორი გასროლისთვის. და უცებ აღმოჩნდა, რომ ნუ აი ეს ფუჭად წავიდა რა, ეს დახარჯული რესურსები და რა ხდება, რატო არ მოხდა ისე, როგორც ელოდნენ ჩვენგან, ხო? ანუ საბოლოო ჯამში საუბარია იმაზე, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ყოფილიყავით აგრესიულები რუსეთთან მიმართებაში, იმდენად რომ ჩვენთან მიმართებაში ბალტიისპირულად, ოღონდ ბალტიისპირეთს აქ დავშვათ ნატოს დაცვა და ჩვენ ეს დაცვა არ აგვაქვს და ნებისმიერ საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა ევროპის ნაწილი. გაცილებით, ანუ დღეს გაცილებით მარტივია იყო დავშვათ ვიღაცა
ბალტიისპირელი რუსოფობი და იქ ილაპარაკო რომ პუტინი ბოროტებაა და როგორ დაანგრია უკრაინა და მეორეა ეს აკეთო საქართველოსთან, ხო? ანუ საქართველოსთან გაცილებით მეტი გონიერება გმართებს, იმიტომ რომ რეალურად როდესაც წარმოიდგინე ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის შეხმატკბილება, ანუ რა ვიცი, განსხვავებას უნდა პოულობს მათ პოლიტიკებში. არა, ხო, მე მგონი კავკასიის, ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის, ანუ ერთმანეთთან მიმართება ურთულესი რეგიონის პრაქტიკულად ბალკანიზაციის მინიმუმი. აბსოლუტურად გეთახმები, ანუ რეალურად ჩვენი რეგიონის თავისთავად არასტაბილურია. თავი დავანებოთ იმას, რომ არც ევროკავშირში ვართ, არც ნატოში, რეგიონი არასტაბილურია. თავარი ომები, რაც მიმდინარეობს, ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს, ეს არის აზერბაიჯანი და სომხეთის ომი, იქ ირანთან დაძაბულობა, აქეთ უკრაინის ომი, სირია, ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი რეალურად ჩვენ ხوار გონია ევროპა გაცილებით შორს არის, ვიდრე ახლო აღმოსავლეთ საქართველოსთან. ახლო აღმოსავლეთი გაცილებით ახლოს არის. და ასევე თავისთავად ხადია ის, რომ რუსეთის ფაქტორი, რუსეთი ეხლა ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, რუსეთი არის ძლიერი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია თუ დაუშვათ შენ არაგონიერი უჭკუო წინ დაუხედავი ნაბიჯები გადადგი, შენი სახელმწიფოებრიობა უკან დაგიტოვოს. ანუ საერთოდ აღარ დარჩება შენგან სახელმწიფოებრიობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი, ასე ვთქვათ, მოქმედებების ერთობლიობა იყო იმდენად სწორი, იმდენად რაციონალური, რამდენადაც ჩვენ გვინდოდა ქონოდა სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო პირველ რიგში და მეორე მშვიდობა გვინდოდა რა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ პოლიტიკის ესე ურყევად გატარებაში და 3 წლის ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვაში ცხადია მიუძღვის მართლ პარტიას და მის თავმჯდომარეებს, როგორც საპატიოებს, ისე არასაპატიოებს, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ეს იყო ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მთავარი ფაქტორი. მაგრამ რა როლი ითამაშა 2008 წლის გამოცდილებამ აგვისტოს სამდღიან ომში გამანადგურებელმა მარცხმა. იყო თუ არა ეს ერთგვარი აცრის ეფექტის მქონე უკვე დღევანდელობის. რა თქმა უნდა, თავისთავად ხადია 2008 წელმა ჩვენ გვანახა, რომ ჩვენი მოქმედებები და ის პოლიტიკები, რომლებიც ჩვენ განგვისაზღვრეს, რომ ესეთები უნდა ვიყოთ, ეს არ მუშაობს და ჩვენი სახელმწიფოებრიობები და ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ანუ თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ უბრალოდ შევწყვეტთ არსებობას. და მომდინარე აქედან ნებისმიერ რაციონალური ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს, თავისი ხალხი უყვარს, გამოიტანა სწორდასკვნებს. სწორდასკვნა უნდა გამოიტანოს ადამიანმა, რომელიც არის თავისუფალი. მაგალითად, ახლა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ახაკალაძე, მამუკა მდინარაძე იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. ეს პოლიტიკური ჯგუფი თავისუფალია იმ ასე ვთქვათ გავლენებისგან, რომლისგანაც თავისუფალი არ არის მაგალითად ნიკა მელია ან ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და ეს მამუკა ხაზარაძე. ისინი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არიან იმ თამაშის მონაწილეები, რომელიც ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხეა და აქეთ არის ჯგუფი, რომელიც არის დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანა გადაარჩენოს, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს და არა მათი ინტერესები. ეს არის წინა ხელისუფლებისა და NGO სექტორის მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული დოქტრინა, დოქტრინალური თეზისები, რომელსაც მანტრასავით იმეორები და იმიტომ ჩვენ ვიდგეთ ცალფეხზე. თქვა იქიდან ბრიუსელმა რაღაც ევროპელმა ამას პირდაპირ განუხრათ უნდა მივყვებოდეთ. თავარი თეზისი. აი რუსეთი მაგალითად რო კითხო ეხა იმ მამუკა ხაზარაძეს, რუსეთი მტერია თუ რუსეთი მეზობელია, გაიჭედება გესმის, ორივეა, მაგრამ აბა როგორ აყენებ შენ ხო ხდები? და იმ დოქტრინაში, ოპონენტის დოქტრინაში გამოსავალი წერტილი რუსეთი არის მტერი, შენ აქედან უნდა ამოხვიდე. ეს სად შეგიყვას ეს მეორე ხარისხოვანია, ხდები ეს შენ მანტრასავით უნდა გაიმეორო და გაიმეორო კიდე სხვა რაღაცეები რა. ლოგიკა. აი სხვა შეიძლება მანტრაა ის რო დადის, აი ეს რაღაც მარში რო აწყოს, იქ ხო რაღაც შეძახილებია, ხო ეხა ყველაზე პირად არ მახსოვს, მაგრამ ანუ ყველა ის ფრაზა, რასაც მეორდება, ეს არის ის მცნებები, რომლებიც შენ აქსიომატურად უნდა მიიღო. ანუ ეს არ ექვემდებარება გადახედოს და დანარჩენი შემდგომ რა თქმა უნდა დიაპაზონი ვიწროვდება, მაგრამ ხო, აი ეს ვიწრო დიაპაზონი არის შენი ქვეყნის როლი და ფუნქცია. აქედან გაწვრთნილები არიან, გურამ, ანუ ეს ხალხი გაწვრთნილია, ტრეინინგებს უტარებდნენ, სემინარებს უტარებდნენ, რომ აი ეს მესიჯები, მოქმედების ერთობლიობა, რა ვიცი, ანუ ფორმატი, ესთეტიკა, სცენოგრაფია დაუშვათ, აი ის NGO-ები, რომლებიც ამაში დიდ როლს თამაშობენ, მაგრამ მათი როლი რეალურად ამ ტრეინინგების როლი, ამ სწავლების წვრთნის როლი არის განუზომლად დიდი. ანუ ჩვენ ახალი თაობას რეალურად მივეცით არა ფორმალური განათლება,
იერ ვასწავლეთ მათემატიკა და ქიმია. ვასწავლეთ რუსოფობია. და ჩვენი ქვეყნის საზიანო პოლიტიკური დოქტრინა, საზიანო ამ კონკრეტულ მომენტში, იმიტომ რომ დავუშვათ ახლა 20 წლის წინ დავუშვათ საქართველოს რომ მოეხერხებინა და შესულიყო ნატოში და ევროკავშირში, ბუნებრივია ეს რეალობა უკვე სხვანაირ რეალობაში ვიქნებოდეთ ბალტიისპირელებივით. ბატონო, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რის გამოც ჯანჯლდება, მიუხედავად ყველა მხარის გამოხატული ინტერესისა, რომ უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, დამყარდეს მშვიდობა, რის გამოც ეს ვერ ხდება და ეს ჯანჯლდება, ეს ნიშნავს, რომ ანუ მშვიდობა ნიშნავს, რომ მხარეები ჯდებიან, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცაზე ილაპარაკებენ, მე იმას ადასტურებენ და მორჩ. ანუ იცვლება ჩვენ რასაც ისტორიის გამარჯვებულების მიერ დაწერილი ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვართ მიჩვეული, რომ ტერი, რომელიც იყო ამავე დროს ბოროტი და კეთილმა ბოროტი დაამარცხა და განადგურდა, მე ის გაასამართლა, ეს არის პარადიგმა, რაში ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვაზროვნებთ, ხო? და რაღაც ძლიერი, თქოთ, იქ სადამ ჰუსეინი დასაჯეს, კადაფი დასაჯეს. ის ალტერნატიული ისტორიები სხვა მხრიდან როგორც ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომ გამარჯვებული წერს ამ ისტორიას. და უცებ ესენი ხედავს ახლა დასავლეთო რუსეთთან თუ კი მშვიდობაზე ლაპარაკობ, ეს ვეღარ ხდება. ანუ ეს სცენა ვერ თამაშდება, გამოცნოს შენ მასთან აწერ რაღაცას, როგორც თქოთ გააფორმეს იგივე მიუნხენის კაპიტულაცია. შეთანხმებები თავის დროზე და ასე შემდეგ. ბრუნდება გარკვეულწილად კიდევ უფრო რაღაცა ლამის ვესტფალიური დრო და სხვა პრინციპებია და მათ არ უნდათ ამის აღიარება. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მათ ურჩევნიათ, რომ უკრაინა დამარცხდეს ამ ომში. ოღონდ მოვლენებს ზუსტად ის სახელი ერქვათ, ანუ გაგრძელდეს მე-20 საუკუნე, მოდი ესე ვთქვათ რა. ხო და აი ამ მომენტში საქართველოს ეს დაინახა შენი აზრით, ანუ რეალურად შეაფასა და ჩვენ ამ ომმა მოგცა საშუალება, რომ ანუ გვიბიძგა იმისათვის, რომ თავი დაგეცო და ამ თავის დაცვის პროცესმა მოგვიტანა ესე ვთქვათ, პრაქტიკულად ახალი სუვერენული დოქტრინა. ანუ ჩვენ რეალურად ეხლა განსაზღვრეთ და ჩამოვაყალიბეთ, ვინ ვართ, რა ვართ, რა უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს და რომ ჩვენი თავი მხოლოდ ჩვენ გვეყუთნეს საბოლოო ჯამში, არავინ არ არის შენი პატრონი ხდები, ანუ შენ რასაც მოახერხებ და გაძურები, ეს უნდა გააკეთო, ხო? და შესაძლებლობის ფანჯარა როცა ოპონენტი იძახის, რომ ევროპაში გაიხსნა, თუმცა ვისაც გაიხსნა, ჯერ ვერ ვნახე ჩვენ ამ ფანჯარაში შესული ადამიანი, ხო, მაგრამ ამას გვეუბნებიან. რეალურად ჩვენ გაგვიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა სუვერენიტეტისთვის, რომელიც გამოვიყენეთ. სხვა შორის კიდე ერთი ესეთი ძალიან ჩემთვის სიმბოლური მოვლენა, ვისაც გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, ამ ომმა გაუხსნა ხვიჩა კვარაცხელია. რომ არა ეს ომი ხვიჩა კვარაცხელია, ეხლა რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის ფინალში უბრალოდ არ ითამაშებდა. ну ხო, საერთოდ დიდი ალბათობით ეგრე იქნებოდა. გეთახმები აბსოლუტურად დროება შეიცვალა, შეუძლებელი იყო ამის დაგეგმვა თავის დაწყადია. რეალობა მოიტანა ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი უფრო გაძლიერდა და ჩვენ პრაქტიკულად კრიზისული მართვა ქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. და ამ კრიზისულმა მართვამ აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას და ქართულ ხალხს აქ იმის უნარი, რომ სწორად დაინახოს მოვლენები და სწორად აღნიშნე, რომ დღეს რაციონალობას მე ვერ ვხედავ ბევრი ევროპული ლიდერის პოზიციაში მე ვერ ვხედავ იმას, რომ ეს ადამიანები იბრძვიან უკრაინაში ომის დასასრულებლად და ამ უბედურების დასასრულებლად. მე მგონია, რომ რაღაც ახირებასთან გვაქვს საქმე, რაღაცა პრინციპებთან გვაქვს საქმე, რაღაცა ირაციონალურადთანაც გვაქვს საქმე, რამაც გამოიწვია ის, რომ რეალურად ის, რომ ახლა გერმანიის ეკონომიკა დღეს და ყოველწლიურად უკვე ბოლო რამდენიმე წელია მცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ინდუსტრია უმცირდება და ენერგიაზე, ელექტროენერგიაზე და ზოგადად ენერგომატარებლებზე მისი ხელმისაწვდომობა ნაკლები და ნაკლებია. ანუ ეს იმას მეტყველებს, რომ გერმანელი ხალხის სასიკეთოდ ის ადმინისტრაციები არ ფიქრობდნენ, ხო? რა ვიცი, ხა შოლცის ადმინისტრაცია უსუსტესი, სოციალ-დემოკრატიული ასე ვთქვათ, იდეით და ბექგრაუნდით მოსული პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერ გადაწყვეტა თავიდან თუ გახსოვს, ანუ თავიდან ქონდა ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, რომ აი ყოფილიყო ომის მხარეს, თუ ყოფილიყო უფრო რაციონალური. მაგრამ როგორც კი მან გაბედა და რაციონალობისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, აქციების მოწყობა, ბულინგი, გარიყვის მცდელობა, ანუ ის პროცესები, რასაც ჩვენ გაუძელით საბოლოო ჯამში და ანუ მათმა ვერ გაუძლეს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთი რაც არის, ნუ წეგა შენ რაც თქვი რა, ჩვენ აქ გაგვიხსნა ეს სუვერენიტეტის ფანჯარა, არა მხოლოდ სუვერენიტეტის ფანჯარა გაგვიხსნა. ჩვენ რეალურად რისკენაც მივდიოდით
საბოლოო ჯამში. იმისკენ რომ ჩვენი რაციონალური, სუვერენული ინტერესები პირველ ადგილზე დაგვეყენებინა და ამას ვერ ვბედავდით წლების განმავლობაში. ვერ ვბედავდით იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ძლიერი ინსტიტუტები ამის საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ, ამის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენ შეგვიძლია დღეს ველაპარაკოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კითხოთ, კითხვები დავსვათ. 10 წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან კითხვების დასმა, არ იყო წარმოუდგენელი. ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ ჩინეთს, ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ ევროკავშირს. ოღონდ ველაპარაკოთ არა როგორც ვასალის პოზიციიდან, არამედ ველაპარაკოთ როგორც სუბიექტმა. ხო და ეს ჩემი აზრით თავარი გამარჯვება რაც შეიძლება იყოს ამ პროცესებიდან ეს არის რომ ჩვენ გავხდით სუბიექტები. ყველაზე მეტად რაც უჭირს ჩვენი მოსახლეობის რაღაც მცირე ნაწილს, ისი აღქმაც, ანუ იმიტომ რომ მიჩვეულები არიან, ხო, რაღაც ეს ერთგვარ დისპოზიციას და აი აქედან გამომდინარე, ხო, რა თქმა უნდა, სამყარო ეგეთია, აბა შენ რა შეგიძლია, ცხადია რომ შენ უნდა ყავდეს ვიღაც ძლიერი ფარული. ანუ საბოლოო ჯამში ვიღაცის მონა უნდა იყო, ეხლა შენ პატარა ხარ, სხვანაირად ვერ იარსებებ. ეს წარმოუდგენელია და რა თქმა უნდა, იმდენი განათლებაც უნდაც არავის არ აქვს, თქვა და გაანალიზოს და დააკვირდეს, თუნდაც ბოლო 30 წელიწადში, ანუ როდესაც ცივი დასრულდა, 30-35 წლის წინ რა შეიცვალა. მაგალითად, აი ხო ყველაზე მარტივია, აი თქვა საქართველოსში რაღაცით დაბრმავებული ხარ, ვერ ხედავ, მაინც მიგაჩნია რომ ღარიბი ქვეყანა. აი ხო შეგვიძლია რომ აიღოს ყველაზე დიდი სახელმწიფო, რაც თქვია ჩინეთი. ანუ სად იყო ჩინეთი 30 წლის წინ, სად არის ახლა? ეს ყველაფერი, ეს შემოტრიალება, ეს გამდიდრება, ეს რაღაც პრაქტიკულად მართლა მონური შრომით მიიღო მან ინდუსტრიალიზაცია, იმიტომ რომ იყო იაფი მუშახელი და შემდეგ ეს როგორ გარდაქმნა უკვე სახელმწიფოს ძლიერების საწინდრად. დღეს რის გამოც ამერიკა ცდილობს რეინდუსტრიალიზაციას არის სწორედ იმის გამო, რომ ხედავს, რომ ერთჩვენიერ დღეს რო ეს ყველაფერი რაღაცა იმ აზიაში განვითარებულ მთელ მსოფლიოს პრაქტიკულად უკვე ამარაგებს ეს იქნება, რა ვიცი, ფაბრიკები, ქარხნები, ყველაფერი იქ არის, სადაც ეს წარმოება რეალურად იქ არსებობს. უცებ რომ რაღაცა შეიცვალოს ეს ანუ გეოპოლიტიკური ინტრიგის ხელშია მთელი ინსტრუმენტები და შენ გაქვს ფინანსური სექტორი 70-იან წლებში დაშვებული შეცდომის ბრალი ეს ყველაფერი რამაც გამოიწვია რეინდუსტრიალიზაცია. ნუ რამაც საბოლოო ჯამში შეცდომას დაეშვა, იმიტომ რომ ბაზრის ლოგიკა, აი ბაზრის ფეტიში ყარსობს ამის ლოგიკა, ბუნებრივად მიიყვანა, ხო ანუ თუკი კაპიტალიზმია ამოსავალი წერტილი, რომელიც უბრალოდ აღიარებს ფეტიშს რომ შენ უნდა ნახო, თავარი არის მოგება და თავარი არის კაპიტალის ზრდა, ცხადია რომ ეს მიგიყოს აი ამ ვითარებამდე ხო გასაგები. ანუ ეს ხო ნათელი მაგალითია რომ აღარ არის სამყარო რაღაც სხვანაირია და სრულიად სხვა ძალთა თანაფარდობა, მაგრამ საკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი კიდევ უფრო შეიცვალა, ანუ დრაბადობა. და კიდევ უფრო შეიცვლება. იმიტომ რომ ამ ყველაფრის გაფორმება მოხდება. არა ეხლა ჯერ კიდე არსებობს ილუზია რომ აი ძველი დრო არსებობს, ხდები რაღაცა. თავის დროს შეიძლება პირველ სოფლიო პოლიციელი და ეს ეხლა შენ რასაც ამობდი იმას დავამატებ. ანუ ზუსტად მაგაზე ლაპარაკ ნახე, ჩინეთის რა გადაწყვეტეს, რა იყო პრობლემა, ხო? რა ინდუსტრიალიზაცია რატო ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები ახლა, რომ 70-იან წლებში ამერიკელებმა გადაწყვეტეს რეინარდს აქვს სხვადასხვა ეს ნათქვა თავის ციკლში აქვს ქართულთან ნათარგმნის ძალიან კარგი წიგნია, რომ ერთჩვენერ დღეს გადაწყვეტეს, რომ ანუ თვითონ ყველაფერს მართავენ ნიუ-იორკიდან და დაუშვათ ვაშინგტონიდან კომპანიებს, ასე ვთქვათ, ფინანსური კაპიტალი დაგროვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და წარმოება და ბინძური საქმე გადავა ჩინეთში, ბანგლადეშში, რა ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებში. სინამდვილეში რა აღმოჩნდა, რომ თვითონ პროცესი არის მნიშვნელოვანი. როცა რაც აწარმოებ, ამ დროს სწავლობ შენ ტექნოლოგიას. და ეს ტექნოლოგია თავისთავად არ მოდის ზემოდან. ანუ ეს პროცესია მნიშვნელოვანი. ამ პროცესმა შექმნა თანამედროვე ჩინეთი. ამერიკის შეერთებულ შტატებმა აღმოაჩინა რამდენიმე ათეული წლის წინ, რომ უკვე ფიზიკურად აღარაფერს აღარ აწარმოებს. და დაიწყო ეს რეინდუსტრიალიზაცია. ჩვენ ზუსტად აი ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ამ პროცესში როცა ვხედავთ, რომ ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს თავისი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს გავაცნობ დღეს დავიწყეთ ამის კეთება, გესმის? და დღეს რომ რაღაც ეტაპზე დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. და ამის კეთება რომ კრიმინალი არ არის, რასაც ჩვენ ამბობთ რა. აი ამის მტკიცება ჩვენ ახლა მოგვიწევს, იმიტომ რომ იმის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვისნობთ, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ლიბერალური წელებიდან, მედიიდან, ეს ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ ამის უფლება არ აქვს. არა გვაქვს უფლება. შეხარ ნაწილი, შენ აირჩიო, აი რატო არ მნიშვნელოვანი რუსეთი იყოს მტერი, არა იმ გაგებით, როგორიცაც რეალურად არის იმ ზომით, არამედ უფრო მეტი, ანუ ეს იყოს დემონიზირებული მტერი, იმიტომ რომ ეს შენ გართმევს უფლებას და რაღაც
საშუალებას რომ შენ განიხილო სცენარები, იმიტომ რომ ამ პარადიგმაში თუ კი ყველაზე დიდი მეზობელი და ყველაზე ძლიერი არის შენი მტერი, ბუნებრივია რომ შენ უნდა გახდე რაღაც ალიანსის ნაწილი და ის ვინც გთავაზობს. ამ შემთხვევაში ეს არის დასავლეთი, ხომ დანარჩენი ყველა ჩვენი მეზობელი რუსეთის მოკავშირეა, რუსეთის პარტნიორია. შენ თუ ხდები დასავლეთის ნაწილი, ანუ მოქმედები პარადიგმაში, რაც მან განგისაზღვრა და ხდები იმის დიდი სცენარის ნაწილი. როდესაც მან დაკარგა თქვა ეს წარმოება და იქიდან ჭიქიდა შეულობს, იმიტომ რომ ფულს მოგებას ჯერ კიდე ამოცემულობა, ისინი ჯერ მხოლოდ რისკს ხედავენ, თორე ამოცემულობაში შეულობენ. ის კომპანიები, ანუ ეს ინდუსტრია კი არის ჩინეთში და იქაური კომპანია, მაგრამ იქ უდიდესი წილი ისევ დასავლურ კომპანიებს აქვს. ანუ რეალურად მთლიანობაში ამ წარმოების მოგების მხოლოდ 11% რჩება ჩინეთში, მაგრამ მასშტაბი იმხელა არის, ამიტომ ყველაფერი იკეთდება, ხო რომ ამან ამ ქვეყნის აღმავლობა გაიარდა. ეხა უკვე რომ შეხედეს დიდ ციფრებს, რომ შეხედეს რაღაცა GDP-ის, ეკონომიკის ზომას, ეხა მიხვდნენ რომ პრობლემები, რომ ხვალდაზე ეს უკვე შეძლებს, რომ უკვე სხვა პოლიტიკა აწარმოოს, ხო საიდანაც გავიდნენ, აფრიკა იქნება, ხო ყველა შევიდა ჩინეთი. ანუ უცებ ნახეს, რომ ამიტომ ტრამპის ეს მიმდინარე პერესტროიკა სინამდვილეში ტრამპი მარტო გიჟი ხო არ არის, არამედ სხვა ხალხის არსებობენ იქ ოლიგარქები, ვინც ხედავენ ამ პრობლემას, რომ ეს პერესტროიკის არსი ეს არის, რომ ეს რაღაცნაირად ეს სიტუაცია შეცვალა და ნახოთ სად იქნება, მაგრამ საქართველოს მაგ დაინახა, რომ მე არ მინდა ვიყოს სცენარის ნაწილი და ხო ომი რაც თავარია ეკონომიკური ინტერესების იარაღია, ხო, ინსტრუმენტია. იმიტომ რომ რაღაც საკითხების გადაჭრა ხდება უბრალოდ ომების ინსპირირების გზით. ამიტომ ჩვენ არ მოგვინდა რომ ვიყოთ ამის ნაწილი და ეს ვითარება აქედან გამომდინარე შეიცვალა. მაგრამ აი ეს ერთგვარი არც იმას ცივი ომი დავარქვა შიდა პოლიტიკურ კრიზისს თუ გარე, მაგრამ ძალიან ნათლად აი ამ დღეებში მე გუშინ მქონდა რაღაცა დღეს აღარ გავიმეორებ, რაც გუშინ თქვი რომ ძალიან ნათლად გამოჩნდა უახლოეს პოლიტიკურ მოვლენაზე, რასაც ეთქვა ეს ამერიკის საელჩოს ინციდენტი დავარქვათ რა. როდესაც ის ანუ მას შემდეგ რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, ეთქვა რომ გადახედოთ ამერიკის საელჩოს ხო ვებ გვერდები, კი არა Facebook გვერდები. მათ შორის აქვს მოსკოვში, სხვა ქვეყნებში, ან მოსკოვშიც კი. რო ნახოთ მათი იქაური აქტივობა, ну აი გეგმონება თუ ჩვეულებრივი დიპლომატიური მისია, ყოველ დღე რაღაცას წერენ ისეთ რა, უწყინავს. საქართველოში ამერიკის საელჩო გამაყრუებლად დუმს. ანუ არ ერევა და მისი დუმილით პრაქტიკულად პირდაპირ წარმართავს იმ პროცესს, რასაც ჩვენ ხედავთ. და ამან პიქს და მწვერვალს მიაღწია მაშინ, როდესაც მე მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელს, რომ ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს ეკონომიკური გუნდი, ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრი და ამავე დროს ვიცე-პრემიერი, სხვები ფინანსთა მინისტრი იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით. მათ ჰქონდათ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში. იქიდან ჩამოიტანეს რაღაცა ინფორმაცია, რომ აი ვაჭრობაზე ვილაპარაკეთ, პარტნიორობაზე 1000 რა თქმა უნდა ამას მათი ოპონენტები პოლიტიკური ოპოზიცია სკეპსისით შეხვდა, აბერტი გვანახეთ, ვის შეხვდით, რაღაცა ძღოლებს შეხვდით იქ და რაღაცა ეს მათთვის ჩვეული რიტორიკა. აქედან გავიდა ერთი თვე და გახდა ნათელი, რომ თანთანობით ყველაფერი შეიცვლება. ეს ცვლილება მომწიფდა დამოუკიდებლობის დღისთვის. 26 მაისისთვის, როდესაც პრეზიდენტმა ყავალაშვილმა პირდაპირ მიმართვით და მანამდე სასაცილო გახდა, როცა მაგალითად ტრამპი ესალმებოდა ყავალაშვილს, რომ არასასურველია გვერდზე მიესალმა თურმე სხვას. ხო და პირდაპირ მიიღო ტექსტი, სადაც გამოთქმულია მილოცვა, როგორც შეეფერება, როცა ადამიანს ულოცავს, გამოთქმულია თანამშრომლობის სურვილი და ყველაფერი არის სწორად დაწერილი, განსხვავებით აი ბალტიისპირელების გავლენის ქვეშ ყოფი სხვა ევროპელებისა, ხო? და როდეს ამ წერილს მე მორიგი სკეპსის აბა გვანახეთ რაღაცა ორიგინალი, პოსტის ბეჭედი და ასე შემდეგ რაღაც. და ბუნებრივად შეუძლებელია ქვეყანაში ამერიკის საელჩო არსებობდეს და ვინმე გააყალბოს იმავე საელჩოს ქვეყნის პრეზიდენტის წერილი. ძალიან მალევე მოხდა. ანუ მათ მარტივად შეეძლოთ, ხო, როგორც მარკო რუბიოს სტენოგრამა დადეს. ხო, მთლიანი გამოსვლა. დაედოთ პირდაპირ. ამის ნაცვლად მათ კვლავ განაგრძეს დუმილი და მეორე დღეს თემა გადაიტანეს საერთოდ სხვაგან, ხო ხდებით? გუშინო თქვენს, რომ აი ჩვენ მოვითხოვეთ ბიზნა ივანიშვილთან შეხვედრა და ის არ შეხვდა. ეს მოუწია ბიზნა ივანიშვილს წელიგან. ნუ მე აქ ჩემი თეორია მაქვს ეს ხაფანგი რა მარტივად ეს თქვა დააგეს, რომელიც ცხადია რომ ფეხი არავინ არ ჩადგა, იმიტომ რომ აქ უკვე ბავშვი აღარავინ აღარ არის და აქ სხვა ხელმძღვანელობა არის, ხო და აღარ არის. დიდი გამოცდილება მივიღეთ. ყურმოჭრილი ადამიანები, რომლებიცაც ხან ვარდით შეყავდათ პრეზიდენტის სავარძელში და ხან არაჟნის კონტეინერით აპირებდნენ მის დაბრუნებას და ამიტომ შენ როგორ უყურებ აი ამ იმას, როქე პროცესს დღეს
არის თუ არა აი ეს ექსცესი, რომელსაც წინააღმდეგობა გამოავლინა, მათ გარეგნულად იფიქრეს, რომ ჩვენ ერთის მხრივ რაღაც დაველაპარაკებით დემოკრატიაზე, რომ აი ამერიკა რა თქმა უნდა თქვენი, იმიტომ მათ უკვე იციან, რომ ტრამპის დამოკიდებულება შეცვლილია, უდეს უნდა გაახმიანონ, მაგრამ ამ დროს ვისარგებლებთ იმით, რომ მოდი ამას პრემიერ-მინისტრს კი არ ვეთქვით, რომელმაც აგერ პრაქტიკულად მთელი მინისტრთა კაბინეტი შეცვალა და ყველა პირადად დააკომპლექტა, ხო, ეს მინისტრთა კაბინეტი, ხო, აქ აღარ არის უკვე რომ რაღაც სხვადასხვა პარტიული რაღაცა წლების განმავლობაში არსებული ფიგურები და მათი წონა, ხო, პრემიერ-მინისტრები იცვლებოდნენ, იყო რომ მინისტრები არ იცვლებოდნენ, ხო, ესეა და ამას კი არ დაველაპარაკეთ. მოდი ამით ვიხეირებთ, ჩვენ რომ ბარემ ბიძინა ივანიშვილს დაველაპარაკებით. და აი ამ შეხვედრას ხვალდაზე მერე გავყიდით, აი მომაკვდა ოპოზიციას, ხვალ მივცემთ ლაპარაკოს, რომ აი ხედავთ რა ვქენით. ჩვენ გავაცვლევით და მე მოუხსნეს აქციებს. შემდეგ უკვე ამის მერე და მე იტყოდნენ რომ აი ხედავთ რა გავაკეთეთ? ჩვენ მას თუნდაც ის მერკანტილურია, ჩვენ მას ხო, ჩვენ მას გავაცვლევინეთ ეს ისა რა ქვია. მან საქციების მოცვლის სანაცვლოდ ყველა და თუ რამეს გავაკეთებით, ეხლა რას ვაკეთებთ? აი ვახტანგ გომელაური გადადგა, ხო? ეს იმიტომ გადადგა, რომ ჩვენ უთხარით. ხო, ყველაფერს ესე მონათლობენ. ნუ ამ ხაფანგში ცხადია, ფეხი არავინ არ ჩადგა და ანუ ამ ექსცესმა გამოავლინა ეს წინააღმდეგობა, რა მათ მოუწიათ ამის ჩვენება, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდათ. ხო, რთულია ეხლა მათთვის 350 კაცი რომ მუშაობს, თუმცა იქ ამის ჩვენება და შენ რანაირად ხედავ ამ პროცესს? მე გითხრები, ანუ შეფასებაში, ანუ ესე არ განმევითარებია ლოგიკური ჯაჭვებით, მაგრამ ნუ მგონია რომ სწორი მსჯელობაა და მგონია, ნუ გუშინ სხვათა შორის უსმენდი ჯეფრი საკს, რომელიც 4 ივნისს უბრალოდ თბილისის დრადი განმთავრების ფორუმზე ჩართვა ექნება და თბილისის დრადი განმთავრების ფორუმს 4-6 ივნისს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი და აქ ეს ჩამოვლენ ძალიან საინტერესო ადამიანები, საერთაშორისო დონის სკოლარები, პროფესორები, აკადემიის ადამიანები, იუთუბერები, რომლებიც ძალიან საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობენ იმ მიმდინარე მოვლენებზე, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. რაც შეეხება ჯეფრის და გუშინ ჯეფრის საქმეს უბრალოდ ეს თქვა, რომ ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის და მთავრობის ადმინისტრაციას შორის არსებულ პოლიტიკურ განსხვავებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ერთი მხრივ არსებობს დაუშვათ კელოგი, დაუშვათ იქ ბატონო მარკო რუბიო არსებობენ სხვა აქტორები, რომლებიც იგივე ლინსი გრეჰემი და ასე შემდეგ, რომლებიც უფრო კონსერვატული, ასე ვთქვათ, ნეოკონსერვატული პოლიტიკის მომხრეები არიან და მეორე მხრივ არსებობს დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, რომლებიც ამ კონსერვატული პოლიტიკებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას ავლენენ, ხო? ერთი, ნუ ახლა დაუძახოთ პრინციპში, ერთი deep state და მეორე ტრამპის ადმინისტრაცია. აი ეს განსხვავება ახლა ცალსახად ერთმანეთთან ჩანს და გუშინ ჯეფრი საქსმენს თუნდაც მე ეს აღნიშნა, რომ ამ განსხვავებებში სხვათა შორის რა, ძალიან კარგად ეს განსხვავებები ძალიან კარგად გლინდება საგარეო პოლიტიკასთან არსებულ დაკავშირებულ კომენტარებში რა ჩვენ შეგვიძლია იგივე რაღაც გავაკეთოთ ეხლა შეფასების ნაწილში ხო ერთია ბატონ მარკო რუბიუს სახელმწიფო დივნის წერილი რომელიც იყო აბსოლუტურად ნეიტრალური და ადრესატი არ ყავდა და მეორეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილი წერილი რომელიც პრაქტიკულად ნახე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოგზავნილი წერილში პრაქტიკულად რა არის ხო ანუ რის თქმა შეგვიძლია ეგ საუბარი იმაზე კი არა რომ გავგიჟდეთ უნდა და ანუ აღფრთოვანეთ არა ნუ ძალიან რაციონალურად სწორად რომ აღიარებულია რეალურად საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი პირველ რიგში მე სურვილია გამოხატული რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს რაც არის ძალიან სწორი დამოკიდებული პროცესი საუბარი გვაქვს მეგობრობაზე მეგობართან ურთიერთობაზე და სხვა შემთხვევაში იგივე მერცის და ტუსკის წერილში და რა ქვია მაკრონის წერილში ხო რა ეს დამოუკიდებლობის დღეს შეურაცხყოფა მოგვახდინეს რა რეალურად ხო ანუ ესე დროს ჯობს საერთოდ არ გაავრცელო ხო რაღაც წერილი როდესაც შენ არჩეულ ხელისუფლებას მილიონ ნახევარ ადამიანს ეუბნები რომ არ არსებობ თქვენ და ნუ აი რაღაცა ნაცების რაღაცა მცირე ჯგუფის ეს არის ქართველი ხალხი ხო ეს არის ქართველი ხალხი რომლებსაც რაღაცა
რომელიც ჩვენ გვემორჩილებიან და ჩვენს ინტერესებს ატარებენ და დანარჩენი ქართველი ხალხი, ანუ 70% დღის წესრიგი არის ძალიან სინქრონიზებული, შიდა და გარე აქტორები არის გაერთიანებული და ერთმანეთის ესე ვთქვათ, ესენი ქმნიან აგენერირებენ მასალას, რომელთაც მას ალაპარაკოს აძლევენ, იქიდან უნდა წამოიდეს კომენტარები და რასთავარი ამაში ყველაზე მეტად ვლინდება ის რის კრიტიკაც ხდება, რომ პირდაპირ არის და აი იმან თქვა, ანუ გარე აქტორი მოყვანილია იმად, რომ მეზობელმა თუ თქვა, ის ხო ავტორიტეტულია. ამაზე იცი რა არის ამომწურავად არის დაწერილი. ვასალური დამოკიდებულება. ამაზე არის ამომწურავად დაწერილი მთელი ეს ფენომენი, არ არის ხოთა შორის ახალი რა. ყველაზე ამომწურავად ეს გააკეთა არის კლდიაშვილის ნაწარმოებში, ამას ქვია ბაკულას ღორები. ხო. მთელი ეს ფენომენი, რომ შენი საკითხის მოგვარება არის დამოკიდებული, რომ ანუ ორი პლასტია, ხო, აქ რომ ერთი რომ გარე ძალა გჭირდება, უცხო ძალა იმისათვის, რომ შენი პირადი პრობლემა მოაგვარო ერთი და მეორე ეს უცხო და გარე ძალის ჩარევაც როგორი ფანტომურია, ხო? რომ უბრალოდ დიდ კაცს რო დაინახავს, აი მერცმა თუ თქვა, ო, და აი რა მერე. ხო, არაფერი, მაგრამ აი ამ ილუზიის მორიგ ჯერზე გაყიდვა და ანუ აი ამ ალგორითმით ყოველ ჯერზე მუშაობ, რომელიც არსად არ მიყავ. სადაც უნდა მიხვდე რომ აქცია მოკვდებოდა 6 თვის წინ, როგორ არსებობდეს ევროკავშირის და ევროპული ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო განცხადებები მოკვდებოდა ფიზიკურად არის არსებობა. ხო, მაგრამ ეს უკვე განცხადებები არა, იმიტომ რომ გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც დადასტურდა რომ ეს განცხადებები არ არის. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული, ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა იმისათვის როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია. ეს იყო გუშინდელი ამერიკის საელჩოს სპეცოპერაცია, იყო პირდაპირ მიმართული იმისათვის, რომ მან აი იმ პროცესში, როდესაც იქ ამერიკაში მართლა პატარა არის საქართველოს, ხო, ამერიკის აი ამ მასშტაბის საგარეო პოლიტიკისთვის, როცა მიდის გლობალური ცვლილებები, იქ არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ლაპარაკია ჩინეთი, უკრაინა, მთელი ევროპა, ვთქვი ხო, რა მასშტაბზე ლაპარაკი, აქ ლოკალურ საელჩოს და აი აქ რაღაც აკაუნტ მენეჯერებს, რომელიც აზიან ამ პოლიტიკურ ამას გაკოტრებულ ოპოზიციას, გადაერჩინათ აი ეს რგოლი, კრუჟოკი, ესე ვთქვათ, გადაერჩინა და ამისთვის დაგეგმეს სწორედ აი ეს განახორციელება, მაგრამ მოუწიათ ამის გამხელა და ჩვენება, რომ თუნდაც როგორ ხდება, ხო, მათი გადარჩენა, რომ ისინი შეეცადნენ, რომ აი ამ გადალაგების პროცესში იქ რაღაცა გამოეცროთ. მაგრამ მე მგონია, რომ მაინც ხავს მოჭიდებას უფრო გავდა ეგ არაფერი რესურსი მაგას გადარჩენის არ ქონდა. ხო, იცი არის, ანუ ეს ოპერაცია დაჯდა ლუსტრირების ფასი, ამას ჩვენ კიდე გავიგებთ, მაგრამ ეს დღის წესრიგი არის, მათ თვითონაც იციან, რომ გაკოტრებულია და გამორიცხულია, რომ თქვა რაღაც შეტრიალდეს. ოპერაცია შეიძლება თქვას ჩავარდა. მაგრამ ამიტომ აქ დაუბრუნეთ ისე ჩვენ დღის წესრიგს რაც დავჭა დრო დაახლოებით 10 წუთი და რაც შინ ახსენებ, მე აი ამ საკითხს მინდა დაუბრუნდე, ეს არის თბილისის ლედ ფორუმი, ეს ნიშნავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს. დაახლოებით ერთ კვირაში გაიმართება 2 დღის განმავლობაში თბილისში და არ მთელი პანელური სესიები, ძალიან ბევრი გამოსვლელი, ძალიან ცნობილი, ესე ვთქვათ, სახელები და ძალიან საინტერესო თემატიკა, ხო, ესე თვითონ ფორუმის სახელწოდება არის მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში 2007 წლიდან იმართება ეს ფორუმი. მაგალითად პირველი სესია, ხო, გარდა მიუხედავად იმისა, რომ გახსნით სიტყვებია და იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მუნიციპალიტეტია მასპინძელი, პირველივე სესიის სახელწოდებაა, თქვათ, ისტორიის დაბრუნება. საქართველოს მრავალპოლარული სამყაროს პირობებში რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის. ან ძალიან საინტერესო ეს თემატიკა, მეც ოცნებად შევეცდები, რომ დავესწრო, ორი სტუმარი იქნება ჩართვით, დანარჩენი იქნება ადგილზე ჩამოსული მონაწილეები უკვე. ანუ თბილისი აგრძელებს, ესე ვთქვათ, თავის სავსე ცხოვრებას, ხო? მიუხედავად რაღაც წინააღმდეგობის მცდელობისა, გახლეჩვისა, ანუ ყველაფერი ტარდება, ეს ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და ბუნებრივი არსებობს რაღაც ნაწილის მიმართ რაღაც მიუღებლობა და ისევ იმ ძველი პარადიგმით ოპერირება, მაგრამ ნუ ის უკვე ნათელია, რომ ეს არის უკვე მილევად რეჟიმში და რაც თავარია ჩვენ ხო ერთი მთავარი საკითხზე აღარ გადავსულოთ, მაგრამ იქ სხვა დროს იყოს მოახლოებული არჩევნები, რომელიც მთლიანად გადატვირთავს მორიგ ჯერზე კიდე შექმნილ პოლიტიკურ რაღაცა უკვე ვაკუუმს, ხო? მოვასწრებთ მე უკვე რაღაცა დარძაღლებს გაიტანენ პოლიტიკური ველი და თუ შეივსება, არა და ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ამოწოვის პარლამენტის სახით
იცით თქვენ თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ამიტომ ჩვენ ქვეყანას არ ჩამოვაქცევთ. გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულებრივ. რა გვეტყვი შენ ამ ფორუმზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩატარება და რა არის მისი როლი ქვეყნის ლანდშაფტში? პირველ რიგში ფორუმი ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ხოლმე და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ წელს კონტექსტიდან გამომდინარე უკვე რეალურად ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც ჩვენთვის მშვიდობის პოლიტიკა თავარი ეკონომიკური განვითარების პროვოცირებელია გამომდინარე აქედან წელს პრაქტიკულად უპრეცედენტო რამე ხდება თბილისში, იმიტომ რომ ამდენი ცნობილი სახე საერთაშორისო დონის პროფესორები, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკაზე, მაგალითად აი არ ვიცი, ჯეფრი საქსი დავუშვათ იგივე ჯეკ მეტლოკი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ბოლო ელჩი, ანუ ადამიანს რომელსაც ნამუშევარი აქვს. საბჭოთა კავშირში ამერიკის ბოლო ელჩი. ამერიკის ბოლო ელჩი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ჰენრი კისინჯერთან და ბჟეჟინსკისთან და რეიგანთან და ეგეთ ხალხთან აქვს ნამუშევარი, რომელსაც თავიდან ბოლომდე გაშლილი დაწყობილი იცის ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ზოგადად გეოპოლიტიკა, ხო? ეს ადამიანი თბილისში იქნება და ნუ ისაუბრებს იმ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით. ჯეფრი საქსი, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, ერთ-ერთი მთავარი კომენტატორია, ხო, დღეს საგარეო პოლიტიკაში არსებული პროცესების და მათ შორის იმ ომისა, რომელიც ეს არის რეალურად ადამიანები, რომელთაც ახსოვთ ცივი ომი, ახსოვთ რას ნიშნავს ოპოზიციანი სამყარო და რას ნიშნავს გეოპოლიტიკური ინტერესები, რაც ამ პოლუსებს გააჩნია და ეს ინტერესები, რომლებიც მიდის ღრმად 100-200 წლის და ცოტა მეტის კიდე ისტორიაში, ხო? და მათ იციან, რომ ეს ქვეყნები იქ რომ რაღაცა თქვა დაიშალოს, ხოლო ევროკავშირიც დაიშალოს, იქ არ ნიშნავს, რომ საფრანგეთის და გერმანიის ინტერესები გაკრება. ეს არიან ადამიანები, მათ ეს ახსოვთ და ჩვენ დღეს მივიღეთ ახალი წყება ადამიანების რაღაცა ჩვენთან რო ხიც ფუკუიამას მოყვარულთა კლუბი რომელთაც იციან მხოლოდ პოსტცივი ომის შემდგომი სამყარო სადაც არსებობს ერთი პოლუსი რომელიც ასევე სოფლიო ჟანდარმის უკვე ძალიან დიდი ხნის წინ და მას უნდა დაემონო ძალიან დიდი ხნის წინ დამთავრებული აკადემიურად გამსწრებულია ეს ანუ ფუკუიამამ თვითონაც თქვა რომ არავითარი ისტორიას სრული არ მომხდარა და რაღაცა ლიბერალურ დემოკრატიას არ გაუმარჯვია და ლიბერალურ დემოკრატია თავისუფლ პრობლემად იქცა უკვე მაგას თავი დავანებოთ ეს არიან ადამიანები ვინც განსაზღვრა თანამედროვე დასავლეთის გეოპოლიტიკა უახლოესი რა ვიცი 2050 წლამდე მაგრამ ის რეალობები რომლებიც ეხლა ჩვენ ეხლა ვართ რომ ესე უნიპოლარული სამყარო მულტიპოლარული სამყარო გახდა და ჩინეთი ფაქტორია რუსეთი ფაქტორია ევროკავშირი ფაქტორია და ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტორია აი ამ რეალობას როდესაც აწყდები და ამ სხვადასხვა ჯეფრი საქსი ამაზე წლების წინ ლაპარაკობდა ჯონ მერშაიმერი რომელიც ამას წლების წინ ლაპარაკობდა ანუ ჯონ მერშაიმერი რომ მარგინალად აქციეს ადამიანებმა რომლებიც ლაპარაკობდნენ რომ წელიწად ნახევარში უკრაინა ომს მოიგებდა ანუ ეს ხალხი ამარგინალებდა ადამიანს რომელმაც 15 წლის წინასწარმეტყველა რუსეთის შეჭრა უკრაინაში ანუ ესეთ რაღაცებთან გვაქვს საქმე და ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ის რაციონალობა და ჩვენი სწორი პოზიციონირებიდან გამომდინარე გვაქვს ის გაბედულება რომ დღეს მოვიწვიოთ ეს ადამიანები ჩვენთან თბილისის ლედ ფორუმზე და ვისაუბროთ ღიად და ვანახოთ საქართველოს მოსახლეობას რომ ის პოლიტიკები რომლებიც ჩვენ გავატარეთ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ირაკლი კობახიძის, ბიზინა ივანიშვილის, ახა კალალაძის და ჩვენ ამ გუნდის ხელმძღვანელობით არ იყო დაფუძნებული ამის იგიჟეზე და ახირებაზე, ეს იყო სწორი, რაციონალური ისე ძალიან საინტერესო ფრაზა ახსენე ახლა შენ რომ ეს ადამიანები რომლებიც წლები იძახოდნენ რომ უკრაინა ომს მოიგებსო და სკეპსისი აი ამ ნაწილში იყო აბსოლუტურად ქვეყნის ღალატი ის რუსეთი ამას ვიძახდა. ანუ შეიძლება გეთქვა რომ არ მაინტერესებს მე რუსეთი უბრალოდ მე მგონია რაღაცა რაციონალურად შეუძლებელი რიგი პარამეტრების არა ამის თქმის უფლებაც არ ქონდა. ანუ კითხვის დასმის უფლება ეჭვის შეტანის უფლებაც არ ქონდა და ძალიან ბევრთან მილაპარაკე შენ ერთი არის სურვილი აი ჩვენ შეიძლება გვინდოდეს რომ იცი აი უკრაინა არის მოდი მსხვერპლი ჩვენც ხო იგივე მდგომარეობაში ვართ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გვაქვს მას თავს დაესხნენ ჩვენ ხო შეიძლება რომ გულშემატკივრობით უკრაინას დაიბრუნოს მაგრამ აი ნუ თუ შეუძლებელი ადამიანმა გამიჯნოს სურვილი და რეალობა მაგრამ ანუ იცი რა ჩვენ ძალიან პატარები ვართ ამაზე ზემოქმედებას პროცესზე ვერ მოვახდენთ და ობიექტურად ამიტომ მაყურებლის თვალით რომ შევხედოთ ანუ სურათი ისე მიდის რომ ნუ აი ეს შედეგი ჯდება ანუ ამაზე თვალის დახუჭა შენ უნდა გაგემეორებინა მანტრასავით ხო რომ წმენის დონეს და დასავლეთმა მოახერხა რომ აი ეს ილუზია გაყიდა
დააჯერა და ნუ გეში დღესაც იმეორებ მე მინახავს ადამიანებს ამბობენ რომ მოიცადეთ ყველაფერი კარგად იქნება უკრაინას ეს ბევრად ცოტაა ესეთი ადამიანი მაგრამ მაინც დარჩა ანუ მან გაყიდა ეს ილუზია ოღონდ იცი როცა ჭეშმარიტ რწმენას ადამიანი ატარებს ის პირველი თვითონ ადის ჯვარზე და როცა შენ ქმნის სექტას შენ ზიხარ უკან სახში გრილად და მე ვიღაცა სექტამ შეიძლება დაღუპოს ან შეიძლება გამოფხიზლდეს და გამოვიდეს ხო ჩვენ დღეს ეს პოლიტიკური სექტანტობა მივიღეთ სხვათა შორის წეგან ვახსენე დავით კლდიაშვილი და ძალიან საინტერესო არის იქ რა ბაკულას ღორების შედარება მაგრამ მას ხო ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ქართული ნოველა აქვს დაწერილი და ერთ-ერთი მთავარი ხაზი როცა ძველ და ახალ სამყაროზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ ეს არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი რასაც ის აღწერს და ფენომენი რასაც ქვია შემოდგომის აზნაურები ანუ ბატონყმობა გადავარდა მაგრამ დარჩა კლასი 60-იან მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან რომლებიც ნუ არისტოკრატები არიან არა აქვს მნიშვნელობა ღარები მდიდარი მათ რაღაც წოდება გააჩნიათ ხო და ისინი ამ ახალ სამყაროს და რეალობას ვერ იღებენ შეიძლება პირდაპირი პარალელის გავლება აი ამ პოსტ-ცივილის ომის შემდგომი თაობას შორის რომელიც მიჩვენებული არიან მულტიპოლარულ სამყაროში და შენ ხამ ხალხს ეუბნები რომ აღარ არის სამყარო ეგეთი უნიპოლარული ხო ეხა არის მულტიპოლარული და ადამიანებს ეს არის ანუ შეიძლება რომ გაიგონოდეს მე აუცილებლად რეალობა და გააგებინებს უბრალოდ რა ანუ ცხოვრება დაეწევა ფიზიკურად თუმცა დღესდღეობით შენ სწორი თქვი რა დღესდღეობით პროპაგანდა ჩვენ ანუ ჯენზისაც ცხოვრობს ჯენზი საუბრობთ ხოლმე ჯენზიზე ნუ ჯენზი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორი ხო ჯენზი არის ციფრული თაობა რომელიც იღებს ინფორმაციას და იღებს ინფორმაციას ციფრული წყაროებით ხო ანუ რეალურად ის არის იმ პროპაგანდის თავარი მსხვერპლი მას არ აქვს სხვა უნარები. ჩვენ გვაქვს უნარები, რომ შეიძლება შევიკრიბოთ ადამიანები, მე შენ დავუშვათ ჩვენი ასაკის. ან რაღაც ძველი ციგნი გაქვს, საკითხულსაც სხვა სამყარო. რაღაც შევიკრიბებით დომინოს ვითამაშით რაღაცა ვილაპარაკეთ. ან ასაკით გიწევს სხვა ქვეყანაში წახვიდე და იქ უბრალოდ ტურისტად კი არა, რაღაცას დაელაპარაკო რეალურად ნახო. რაღაც ანუ ბევრი მეტი რესურსი გვაქვს დავუშვათ კრიტიკულად შევხედოთ რაღაცებს. დღეს სამწუხაროდ, იმიტომ კი არა რომ შეუძლებელია, შესაძლებელია და X-მა ეს აჩვენა და იმას კმათმა თავისი ამ პლატფორმით. მაგრამ Facebook-ზე და YouTube-ზე მეტნაკლებად კიდევ დაბალანსებულია. შეუძლებელია შენ კონტესტ და მიიღო ობიექტური დასკვნები გააკეთო რეალობასთან დაკავშირებით. აი ამას რო თავი დავანებოთ, წეგან ჩვენ თქვით და ალგორითმი ავტომატურად გაძლევს და ზუსტად იცი რა იპოვნო ანუ ბაბლის ფენომენი რა არის, რომ ალგორითმი არის მომართული იმისკენ, რომ შენთვის საინტერესო რაღაცეები მოისმინო და გაიგო. და შენ როდესაც შენთვის საინტერესო და შენი გულისთვის გასახარებელ რაღაცებს კითხულობ და ისმენ მუდმივად. აბსოლუტურად ხო. სადაც უნდა გათხარო? ყველგან უნდა გათხარო, ხო. ანუ ეგ ამბავია რა, ნუ აი ამ ეს რეალობა არის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს რა რაღაცა ტიპის გადაკვეთები ვიღაცებთან. ჩვენ ახლა მე და შენ შეიძლება რაღაცებთან დაკავშირებით გქონდეს განსხვავებული მოსაზრება და არიან საზოგადოებები, რომელთაც საერთოდ არაფერზე არ აქვს განსხვავებული მოსაზრება. და მთავარი რაც წეგან შენ თქვი და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2025 წლის არჩევნები ჩემი გამოსახედიდან ზუსტად იქნება გამსაზღვრელი ვინ იქნება პოლიტიკური კლასი საქართველოში უახლოესი 20 წლის განმავლობაში. ის ჯგუფები რომლებიც თავს გაიგიჟებენ და ჩვენ წინა ჩემს მოსვლაზე მე ვივარაუდე რომ ისეთი იდიოტები არ იქნებოდნენ და რაღაც ეტაპზე შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ნუ მანდატს შევცდე, ანუ მანდატს გახვრეთ ეს ფსკერი. ის ჯგუფები რომლებიც არ მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, გაქრებიან პოლიტიკური ველიდან და ეს იქნება აბსოლუტურად ლოგიკური ნორმალური პროცესი და ჩემი აზრით უნდა გაქრნენ კიდევაც და ისინი ვისაც ეყოფა ჭკუა და თვითგადარჩენის ინსტინქტი რომ მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში და გააგრძელოს რაღაცა პროცესი და ნაწილი იყოს ამ პოლიტიკური პროცესის რაღაც ეტაპზე შეინარჩუნებს აი ამ რაღაცა პოლიტიკაში ყოფნის რესურსს. ხო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნამდვილად ესია შეიძლება ითქვას, ოღონდ ის ახალი პოლიტიკური კლასი პრაქტიკულად უკვე დაეყრდნობა ახალ სუვერენულ დოქტრინას, სადაც წინა პლანზე არის საქართველოს ინტერესი. ჩვენ შეიძლება სოციალურ პოლიტიკაზე უამრავ საკითხზე ვილაპარაკოთ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის ფარგლებში. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, ეთერში დაუბრუნდებით უკვე მომდევნო კვირაში. დროებით.